ეყარება ცოტა, მაგრამ არ მინდა რომ დავაკნინო ჩვენი განათლება, მაგრამ მაინც მგონია რომ სრულყოფილს ვერ ვიღებთ. მაინც საზღვარგარეთ გარბიან. არა, არ გარბიან, მიდიან. აი ეს ძალიან მაღიზიანებს და ძალიან ვაპროტესტებ მაგას, რომ არ უნდა იყოს ეგრე. ჩემი შვილების პირადად 7-7 და 8 მასწავლებლებთან დადიოდნენ. მაგრამ მაინც ბოლოს იქცავდნენ განათლების მისაღებად. გორის უნივერსიტეტში ვარ და რავი, კმაყოფილი ვარ. რავი, კმაყოფილი ვარ მე განათლების. სკოლებში არ მომწონს ხარისხი დიდად. პატარები ხა ისწავლიან, მაგრამ უკვე დიდები ვეღარ. ძალიან მომწონს და ძალიან კარგად ასწავლიან და რაღაცა და რავი, მომწონს. თუ სწავლა არ გინდა როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს არის სწავლი. მე მინდა და სოფელში ვსწავლობდი, აქაც ჩვენივად ვსწავლობდა. ჯერ პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს თვითონ ეს განათლების სისტემა, პირადად ეს ჩემი სუბიექტური აზრი არის, ობიექტურობას არ ვეხები, მაგრამ განათლების სისტემას თითქოს ის რაღაცა საძირკველი, რაც უნდა გქონდეს და რაც ოდესღაც გქონდა ალბათ. ეგ აღარ აქვს და დღეს მოშლილია, იმიტომ რომ აი პირადად ჩემი გამოცდილებით, რასთანაც მაქვს შეხება, საკმაოდ მაღალი კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკას და მათემატიკას ვასწავლი, მიმატება გამოკლება არ იციან და ამ მიმატება გამოკლებაში იგულისხმება პირველი მეოთხე კლასის მიმატება გამოკლება და უმარტივესი მათემატიკა. ჯერ ერთი ეს მოსწავლეების ბრალი ეს არ არის, ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ შეიცვლება მიდგომა მოსწავლეებთან, ვფიქრობ მოსწავლებიც უფრო წამოვლენ, იმიტომ რომ დღეს თითქმის სკოლებს და მასწავლებლებს არ შევეხები, მაგრამ დღეს მოთხოვნა იმაზე მოდის, რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ პროექტებით. კი, რაღაცა დოზით ეს აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ პროექტებით სწავლება არ არსებობს, ჩემი აზრით. აქ აუცილებელი არის ის მიდგომები, რაც მოსწავლეებს თან წაახალისებს და თან ასწავლის კიდეც. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლება თავის ადგილზე არ დგას, მაგრამ ეს არ არის რეფორმებიდან გამომდინარე. ეს არის მიდგომები, ეს არის მეთოდები და ამიტომ ჯერ უნდა შეიცვალოს მიდგომები, მეთოდები, ჯერ უნდა შეიცვალონ ის ადამიანები, ვინც გადასცემს განათლებას და შემდეგ უკვე შეიცვლებიან ის ადამიანებიც, ვინც იღებს ამ განათლებას.